გადავიდეთ ჩვენს დღევანდელ გაკვეთილზე, რომელიც შეეხება უმარტივეს დიალოგებს დამწყებთათვის. ჩვენ გვაქვს ჩამოწერილი სიტყვები, რომლებიც ყოველდღიურობისთვის იქნება მარტივი და გამოსაყენებელი. ეს სიტყვები არის ნუმერაციით დაყოფილი და გვერდით მიწერილი აქვს მისი შესაბამისი წინადადება. ანუ ესე იგი, როგორც ახლა თქვენ ამ ორ გრაფაში ხედავთ, ზემოთ არის ინგლისური და ქვემოთ ქართული, რა თქმა უნდა, ეხლა ამას მე რო არ მეთქვა, ისედაც ხედავთ. პირველი ხუთი სიტყვა, რომელსაც ჩვენ დღეს გამიხილავთ, არის hello, goodbye, yes, no და thank you. ამ სიტყვებით არის უკვე გვერდით შემდგარი წინადადებები, რომელიც უმარტივესია და რომლებიც აუცილებლად გჭირდება ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოდი ახლა დავიწყოთ უკვე. პირველი არის hello, რომელიც ნიშნავს გამარჯვებას. Hello, how are you? გამარჯობა, როგორ ხარ? მეორე სიტყვა უკვე არის goodbye, რომელიც ნიშნავს ნახვამდის. ამ სიტყვით შემდგარი წინადადება შეიძლება იყოს ასეთი: goodbye, see you later. See you later ნიშნავს შეხვედრამდე. ანუ რომ გავიმეოროთ, goodbye, see you later ნიშნავს ნახვამდის შეხვედრამდე. შემდეგი არის yes, რაც ნიშნავს დიახს. Yes, I would like some water. დიახ, წყალი მე სიამოვნებოდა. Yes, I would like some water. დიახ, წყალი მე სიამოვნებოდა. შემდეგი სიტყვა არის no, რომელიც ნიშნავს უარყოფას, ანუ არას. No, thank you. I am not hungry. არა, გმადლობთ, არ მშია. No, thank you. I'm not hungry. არა, გმადლობთ, არ მშია. მეხუთე სიტყვა უკვე არის thank you. Thank you ვიცით რომ არის მადლობა, როგორც ზეაწინადებებში იყო. და ამ სიტყვით შემდგარი წინადადება არის thank you for helping me. ანუ მადლობა დახმარებისთვის. ანუ ვიღაცა რო გვეხმარება, ჩვენ შეგვიძლია რომ უპასუხოთ რომ thank you for helping me. Thank you არის მადლობა, help არის დახმარება. Me არის me, for არის ამ სიტყვების დამაკავშირებელი, ამასაც გავავლით უკვე გრამატიკაზე რო გადავალთ აუცილებლად. Thank you for helping me. ნიშნავს მადლობა დახმარებისთვის. ეხლა უცებ თავიდან ბოლომდე რომ გადავირბინოთ კიდევ ეს გვერდი და კარგად გაგვიჩნდეს. Hello, how are you? ეს ნიშნავს გამარჯობა, როგორ ხარ? Goodbye, see you later. ნახვამდის შეხვედრამდე. Yes, yes, I would like some water. დიახ, წყალი მე სიამოვნებოდა. I would like ნიშნავს რომ რაღაც გვესიამოვნებოდა რა. Some არის რაღაც რაოდენობის, ასე ვთქვათ. Water არის წყალი. Water ჩვენ წინა ვიდეოშიც ჰქონდა.